ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ჩვენთან მობრძანდა ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი, 5 გზის მსოფლიოს ჩემპიონი ჭადრაკში, ასევე საჭადრაკო ოლიმპიადების 11 გზის ჩემპიონი გამარჯვებული და 1978 წელს ის იყო პირველი ქალი მოჭადრაკე, რომელსაც მიენიჭა დიდოსტატის წოდება მამაკაცთა შორის. ეს მაპატიეთ თუ კი შეიძლება სპორტულმა კომენტატორებმა ან ანალიტიკოსებმა არ გაიზიარონ, მაგრამ ჩემთვის როგორც ამ ქვეყნის ერთი ქალი შვილისთვის ეს ქართველი ქალების მიერ აღებული ყველაზე დიდი წოდება და ჯილდოა და მანამ სანამ ჩვენ პატარები ვიყავით, თქვენ უკვე იბრძოდით ქართული სპორტის ღირსების დასაცავად და იმის აჩვენებლად, რომ ქართველ ქალებს შეუძლიათ, რომ სპორტში და არა მხოლოდ სპორტში მამაკაცებს არ დაუდონ ტოლი. ასევე მე ამაყება, რომ თქვენ ის დავა მოუგეთ Netflix, რომელმაც გაბედა და შეეცადა დაეკნინებინა მხატვრული ნაწარმოების ფარგლებში თქვენი ის დიდი როლი, რაც როგორც ქართველ და მსოფლიო დონის მოჭადრაკესა და დიდოსტატს გაქვთ. ასევე ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ 1997 წელს FIDE-მ, რომელიც არის საერთაშორისო ფედერაცია, თქვენი სახელობის გარდამავალი თასი დააწესა და ის დღემდე გადაეცემა საუკეთესო შედეგის მქონე იმ ქვეყანას, როდესაც ჯამურად ქალთა და ვაჟთა ტურნირზე აჩვენებს ესა თუ ის ქვეყანა საუკეთესო შედეგს. აქაც ხაზგასმულია ის, რომ თქვენ არ ხართ მხოლოდ წარმატებული ქალი მოჭადრაკე, თქვენ ხართ წარმატებული მოჭადრაკე ორივე მიმართულებით და მსოფლიო ლეგენდა ჭადრაკში. მე არ ჩამოვთვლი ასევე ყველა იმ წოდებას, რომელიც თქვენ გაქვთ, იმ ორდენებსა და ჯილდოებს, რაც გაქვთ. მოკლედ ვიტყვი, რომ ძალიან მადლიერნი ვართ. აქ ახალგაზრდები გვესწრებიან, საქართველოს პარლამენტის სტაჟიორები, ბევრი ახალგაზრდა გვიყურებს, რომელმაც შეიძლება არც კი იცის ეს ყველაფერი ზედმიწევნით, მაგრამ ხაზგასმა ყოველთვის აუცილებელია. ქალბატონო ნონა, ჩვენ თქვენ შეგაწუხეთ იმისათვის, რომ პირველ რიგში მადლობა გვეთქვა იმ პოლიტიკური ბრძოლისთვის, რომელიც თქვენ გასწიეთ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, მისი მმართველობის ჯერ შესასუსტებლად და შემდეგ დასამარცხებლად, იმიტომ რომ თქვენ ისევე როგორც ბევრმა ქართველმა მოღვაწემ მაშინ ჩათვალეთ, რომ არ ხდებოდა ქვეყნისთვის სასიკეთო მოვლენები და შეებრძოლეთ მას. ასე აღმოჩნდით მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად თქვენ და თქვენი ვაჟი, რომელსაც მივესალმები ასევე ბატონი დავით ჭიჭინაძე 2011 წლის 26 მაისის გამთენიისას რუსთაველის გამზირზე. ეს არის ის თემა, რასაც ჩვენ დღეს ვიხილავთ და თუ არ შეწუხდებით, რომ მოგვითხროთ როგორ მიხვედით აქციაზე, რომელ ორგანიზაციაში იყავით მაშინ გაერთიანებული და როგორ იბრძოდით იმ რეჟიმის წინააღმდეგ და რა მოხდა იმ ღამით რუსთაველის გამზირზე. მანამდე გაფრთხილების ტექსტი გაქვთ თქვენ გაეცანით უკვე მას, რომელიც გულისხმობს გაფრთხილებას იმის შესახებ, რომ სრუახსნა განმარტების მოცემა კითხვებზე უარიან პასუხისთვის თავის არიდება ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. გთხოვთ მოაწეროთ ამ დოკუმენტს ხელი, შემდეგ ჩართოთ მიკროფონი, წითლა დაინთება და შეძლებთ საუბარს. გთხოვთ. გაფრთხილება საჭირო აღარ არის, იმიტომ რომ ჩვენ რაც გადავიტანეთ იმ დღეს 26 მაისს, რომელიც ეს იყო სპეციალურად წინასწარ მოფიქრებული დაგეგმილი ოპერაციას. ჩვენ დაჟაუნდოდათ იქ სერიოზულად. მე მაგას ასაკლაუს ვეძახი უბრალოდ უწოდებ, იმიტომ რომ იქ რაც მოხდა, ამას ვერ წარმოიდგენდა ვერავინ, იმიტომ რომ ბევრი აქცია ჩატარებულა 9 აპრილიდან დაწყებული, რომ დავიწყოთ. შემდეგ რა აქციებიც ტარდებოდა. მსგავსი არც ერთ აქციაზე არ ყოფილა. მე ვიძახი, იმიტომ რომ ჩაკეტილი იყო, 3 კორდონი იყო ჩვენს ირგვლივ იმ დღეს და გასასვლელიც არ იყო დატოვებული. მე 9 აპრილი, იმიტომ ვახსენე ეს აშინელება უბრალოდ. ხალხს შეეძლო მისდებდნენ იმ ადამიანებს, მაგრამ გასაქცევი ჰქონდათ და აქ არ ჰქონდათ. ჩვენ ეს ინფორმაცია ჰქონდა, მაგრამ
ყველა სახალხო კრება შეიქმნა რატომ? შეიქმნა რაღაც ჯგუფი მუშაობდა სახალხო კრების შექმნასთან დაკავშირებით. ძალიან პატივცემული ადამიანები იყვნენ იმ ჯგუფში და თქვენ აქ მოდიან ვიცი რომ ეძახით იმათ ვინც ცოცხლები არიან. ჩემთვის პატივი იყო იმ ადამიანების გვერდში დგომა. და ჩემი ოჯახი ჩემს გვერდში იდგა ყველა აქციაზე, რომელსაც ჩვენ ვაწყობდით. და შეიქმნა მუხტი რო დავარდა, როდესაც საკნების ის აქცია აიღეს. მაშინ დაწყნარდა სიტუაცია და აი ამ ასამაღლებლად მუხტის, იმიტომ რომ ის რეჟიმი, რა რეჟიმი, სადისტური რეჟიმი იყო იმ დროს. არ შეიძლებოდა რომ ჩუმად ყოფილიყო ყველა მთელი საქართველო. თორე დღეს საქართველოს შეიძლება არც ყოფილიყო. რომ ეს არ მომხდარიყო და ამიტომ შეიქმნა სახალხო კრება და მე წინასწარ მინდა ვთქვა ახლა ყველა აქცია რომელიც ჩვენს მიერ არის ჩატარებული იქნებოდა რეგიონებში თუ თბილისში არც ერთ აქციას ერთი გადაცდომაც კი არ ყოფილა. იყო ვინც ვიყავით სცენაზე ისინი ლაპარაკობდით. ყვებოდით იმას რაც ხდება, რა უბედურებები არ ჩამოვთვლი აქ. ყველა იმეორებს ერთ და იგივე წამებები, ჩაცხრილები, დაჭერები უბრალოდ მოსმენისთვის ადამიანების, რომლებსაც გზაზე ხვდებოდნენ და იჭერდნენ. უამრავი ასეთი სიტუაცია იყო. იმიტომ მარტო ლაპარაკობი ჩვენ და იქ ვინც მოდიოდა, ხალხი მოდიოდა თავისული არავის ჩვენ არ გვიმუშავია ნათესაებშიც კი, რომ გინდა თუ არა ჩვენს გვერდში დამდგარიყო. მსგავსი არაფერი არ ხდებოდა. თუმცა ეს დემოკრატია და ადამიანი თავის სურვილით უნდა გამოვიდეს ესეთ აქციებზე. ამიტომ როდესაც მოკლედ შეუძლებელია რა სხვანაირად შეხედო ამას, იმიტომ რომ ჩვენ მიუხედავად იმისა, მეგობრები იყვნენ, ნათესაები იყვნენ თუ არა, რომლებიც საერთოდ არ მოსულა არც ერთ აქციაზე, არავითარი არ დარღვეულა ურთიერთობები. იმიტომ ეს მათი გადასაწყვეტი იყო, ზოგს ნერვები არ ქონდა, ზოგს შიშის გრძნობა ქონდა რაღაცა, ზოგს საერთოდ არ უნდოდა ჩარევა რაღაცაში. ადამიანები სხვადასხვანაირები არიან, ხო ასე? და იმ დღეს, ესე იგი, ჩვენ ინფორმაცია 26 მაისს გადავალ უკვე კონკრეტულად 26 მაისზე. ჩვენ მივიღეთ ესეთი ისა, რომ ჩაგვეტარებინა აქცია გველაპარაკა და ვინაიდან 12 საათზე უკვე დამოუკიდებლობის დღე დაიწყებოდა, იმ შემთხვევაში თუ ხალხი იქნებოდა, კონცერტი ჩაგვეტარებინა. და უცნობი იყო მოსული, რომ კონცერტი ჩაეტარებინა. 12 და 10 წუთი წარმომადგენელი ამოვიდა სცენაზე, მაგათი წარმომადგენელი, აი ძალოვანი სტრუქტურების. და გითხრა რომ დავშლილიყავით, ჩვენ ვთხარით რომ ხელში გვეჭირა სანთლები უკვე. ჩვენ მეტი სხვა არაფერი არ გქონდა. ხო გეუბნებით არც ერთ იმაში ცომილება ჩვენი მხრიდან არც შეჭრა სადმე ან რაღაცის ხელში არაფერი არ გქონდა. შეურაცხყოფას კი ერთი არავის არ მიუყენებია რო ტრიალებდნენ ხოლმე ირგვლივ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები. ძალოვანს იმიტომ ვიძახი, ზოგი პოლიცია იყო, ზოგი ის იყო და ამიტომ გათვლა. ამოვიდა გითხრით დაში ჩვენ ვთხარით რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამის გათენებას. ჩვენ გვინდა 12 საათზე კონცერტი ჩავატაროთ და აღვნიშნოთ, იმიტომ მთავრობას აპირებ და მეორე დღეს 5 საათზე თუ არ ვწდები ჩატარებას იმისი. კი, აღლუმის და აღნიშნეს. და ჩვენ გვინდა 12 საათი ჩაგვიტარებინა და დავშლილიყავით. მაგრამ არ გვაცალეს კონცერტის დაწყება. ჩვენ ხალხს ვუთხარით რომ ჩვენ ვინაიდან ახლა აი ესეთი სიტუაცია აქვს თხოვენ, მაგრამ ვაპირებთ კონცერტის ჩატარება და ვისაც გინდა დარჩით, ვისაც გინდა წადით. არავის ფეხი არ მოგვწია, დაახლოებით 1000-მდე ადამიანი იყო ალბათ. დაახლოებით, იმიტომ ვიძახე რომ მინდათვლი და იმას. აი ჩვენი სცენა იყო პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს. კინოთეატრი და ის რო არის. აი იმ მხარეს მოკლედ და ხალხი იდგა შუაში, შევსებული იყო ეს. ამიტომ თვლით რომ საახლოებით 1000 ადამიანი იყო იქ. 12 საათზე უკვე წამოიწია ამ კორდონი, რომ იყო 3 კორდონი და რომ მოგვიახლოვდნენ და ისეთი რაოდენობის გაზი გაუშვეს და იმდენი ტყვია დაგვახალეს ყველას იქ მაგათ ისროლეს სცენისკენაც ხალხს პირდაპირ იმითანაც ამინდი გაფუჭებული იყო, წვიმა იყო,
უკვე აციებული იყო აი ამ სიტუაციაში და ისეთი სისწრაფით და ისეთი იმით დაგვესიენ უკვე და ხალხმა სადა გაქცევა მაგრამ გასაქცევი არ ქონდა და რაღაცა ჯგუფმა აი სცენის მხრიდან საცასცენა იყო მოახერხა გარღვევა იმ კუთხის და შევარდნენ კინოთეატრში და ამ დროს კინოთეატრში თურმე ფილმს უყურებდნენ ფილმი მიდიოდა იჟდა საზოგადოება რომელიც ფილმს უყურებდა და მე ამათ შეყვნენ რა თქმა უნდა ისინი ვინც იქ იყვნენ დასარბევად მოსული და ვისაც ბილეთი არ ქონდა და ვერ უჩვენა ეს ბილეთი ისინი ყველანი დაიჭირეს და წაიყვანეს ასე ვთქვათ შინაგან საქმეთა სამინისტროში რამოდენიმე სართული იყო გამზადებული ხალხის მისაღებად ეხლა როგორც ხდებოდა დათო არის და შიგნით ყველაფერი ესე იგი პირდაპირ ესე იგი ვის ხელში ჩაუვარდებოდა ხო ყველას აგდებდნენ ესე იგი ხელბორკის ადებდნენ ცემდნენ ფეხებით ღელებით მე მიათრებდნენ მოლი როა დღეს აი მოლთან კიდე გრძელდებოდა სანამ ავტობუსი არ მივიდოდა და არ ჩასვამდა ხო და ახლა იგივე რახან დათო ვახშენე ვიტყვი რომ აი მოლთან დაახლოებით ის შიპებიანი ხელთათმანი ჩაარტყა ერთმან და ეს მოგლეჯილი ქონდა საოპერაციო გახდა და უბრალოდ სისხლისგან ვარ დაიცალა შეკუშვა მოხდა იქ აი სიცივეში და რაღაცაში და იმან გადაარჩინა თორემ მთელი საღამო მე იქიდან წაყვანილი გაატარა იქ შინაგან საქმეთა სამინისტროში და ხა ჩემი ახლობლები რო იყვნენ იქ ჩემი უახლოესი ოჯახი და უახლოესი სალაცის რომელიც მოსული იყო ერთს მაგალითად ის რა ქვია ვერაიტანა მისმა გულმა ეს გაზის აი ეს ოდენობა რაც გამოუშვეს და რაც შეიძლება ტყვიაც მოხდა ეს მე არ ვიცი ახლა მე სცენაზე ვიყავი მაგრამ ფაქტია რომ ამოდენიმე დღეში გარდაიცვალა გულმა ვერ გაუძლო და ჩემი ძმისშვილი ლევან გაფრინდაშვილი ისეთ ცემეს რომ მთლიან დაშავებული იყო და მე ახლა სათვალე მაქვს აქ წამოღებული მე პირდაპირ არ მინდოდა ამ თემაზე გადასული ჯერ მინდოდა იმ სასაკლაოზე რომ ლაპარაკობ იმას შემოვინახავ უფრო იქითკენ სათქმელად იმიტომ იმას რაც გადახდა ეს უბრალოდ მე არ ვიცი მაგისივე ზეპირად თქმა შეუძლებელია შეიძლება იმანი ვილაპარაკოს მაგრამ მე მაგას ზეპირად ვერ ვიტყვი უნდა წავიკითხო მე უბრალოდ თავიდანვე ორი ასე ვთქვათ მკვდარი ადამიანი შემოდის ბუტკის თავზე აი გვარები აქვს ჩაწერილი ნიკვა პიტრაძე სულიკო ასათიანის და მე უნდა ამის გასაღება ვითომ უბედურების შემთხვევა იყო აქედან დაიწყო ყველაფერი და მე თვითონ როგორ გამოვედი იქიდან მე დავარდნილი ვიყავი მე რო ჩამოვედი მე და სცენიდან ძლივ ჩამოვედი და მე დავეცი რამ დამცა არ ვიცი მართალი გითხრათ შეიძლება ვიღაც გამომედო იმ სირბილში იმდეთი ხალხი რომ მიაწყდა იმ კუთხეს იმიტომ სცენასთან ხდება აი სცენასთან რომ დავარდე მე ამან მიშველა იმიტომ რომ დათოს მეგობარმა კოტე ქოჩიაშვილმა კოტე ხო კოტე ქოჩიაშვილმა მიცნო რომ დავარდნილი ვიყავი დამინახა და წამომაყენა ცოტა ისეთი იმისი ძლიერი ის იყო რა ფიზიკურად და მე ვერ წარმოვიდგენ იქ მე ვერ ავდგებოდი ვერაფრით იმან ძლივს წამომაყენა და დაიწყო ჩემი წაყვანა კორდონამდე რომ მივსულიყავი და ძალიან ახლოს იყვნენ ბევრი არ იყო მაგრამ მე თვითონ მიჭირდა ფეხის გადატკმა ეხლა 70 წლის ვიყავი იმ ასაკში და ასე ადვილი არ არის აი ამ სიტუაციაში მოხვედრისას და დაიწყო ძახილი რომ ნონა გაფრინდაშვილი გამომყავს და არ ესროლოთ და არ მესროლეს თორე ეს ტყვიაც მომწონდა ჩემი დამი დამთავრდებოდა მაგრამ იმათ ინტერესში არ იყო ჩემი განადგურება პირადად ჩემი გამიგეთ იმათ უნდა თლიანად იქ აი იმის გაკეთება რაც გააკეთეს ხალხში შიში კიდევ უფრო მაგრა წასულიყო და როდესაც პირველ კორდონთან მივედით უკვე სანამ უფროსი ყველა კორდონს თავისი უფროსი ყავდა და სანამ ის პირველ კორდონში ვისთანაც მივიყვანა მე ფარი მომატო შუბზე მე რა უნდა გამიკეთებინა ხო წარმოგიდგენიათ ფარი ისთვის მომატე შუბზე ვერ ხვდები რა
სანამ უფროსი ეთყო და გაატარეთ. ასე გამატარეს ერთი, მეორე, მესამე კორდონი და როცა უკვე უნდა გავსულიყავი უკვე მისული ვიყავით ბოლომდე და გაახსენდათ რომ ვიღაცას მივყევარ და გავყავარ. მე გამიშვეს და იმას დაცეს ხელი და გააქანეს ეს იმაში შინაგან საქმეთა სამინისტროში ისის და ის მოხდა ზუსტად იმ სართულზე სადაც დათო იყო მოხვედრილი და დათოს უთხრა რომ არინერვიულო დედაშენზე მე გამოვიყვანეო და მე კიდევ როცა ხელისტაციაზე წაიყვანეს ვიყვირი კი მე ის რატომ იყო და მე რატომ ტოვებთ მეთქი მაგრამ მე ხო გითხარით ახლა ჩემი ის არაწყოდათ ახლა რაღაც მე სხვადასხვა იმის გამო და აი ასე დაიწყო ეს ყველაფერი და მე იქ მე სახში რომ მივედი მართალი გითხრათ ტაქსი იყო ამოვარდნილი მქონდა რაღაც პატარა ფული მქონდა ჯიბეში მარტო გურდუკი მეცვა და ტელეფონიც და ტაქსი იდგა თავისუფალ და მე უთხარი ფულის ყველაფერი რას ლაპარაკობ მე და მიმიყვანა პირდაპირ სახში და პირდაპირ გეტყვით რომ რამოდენიმე დღე მევწვებოდი უბრალოდ მთელი დაბეშილი იყო ჩემი ის ძალიანად ორგანიზმი ასე ვთქვათ არ მანდეოდა საშუალებას დამწოლილიყავი. ხო და მე უკვე რაც გადახდათ იმათ ვინც იქ იდგნენ. აქ მე წავიკითხო მინდა უბრალოდ დიახ გისმენთ ქალბატონო. ბატონო? კი ბატონო, წაიკითხეთ. გისმენთ. ჩემი რძლის ძმა თემურ ლოგოა. ესენი ტოლვილები არიან, სოხუმიდან არიან. და მამა ყავთ იქ დაკარგული სხვადასხვა იბრძოდა ბოლომდე არ დაუტოვებია ერთი დღითაც სოხუმი რა. მაგრამ იქ დაიღუპა რო ეტყვიან. ესე იგი ამ თემურ ლოგოს რეზინის ტყვივები მოხდა სახეში დაეცა სპეცნაზის მანქანით მას გადაუარეს მკერდზე საბურავის კუთხე მყური მოაგლიჯა უკან გადმოუარა ისე იგივე მანქანა და აქ მას სკალპი იმ ხარეს ყური მოგზია ახტილი ქონდა უკვე მივარდნენ და დასხეასან მოშიშტებულ თავის ქალაზე ფეხს კიდევ აბიჯებდნენ შეძახილით რუსის მონა საქართველოს როგორ გაწერია ქურთუქზეო და ჩემი ნაჩუქარი სპორტული საწვიმარი ეცვა საქართველოს სიმბოლიკით ფაქტიურად მათ ერთმანეთში ორი ადამიანი ვინც ადგა ფაქტიურად იქ თავში ერთმანეთში ლაპარაკობდა ეს მგონი ხვდებაო და ჯობია სასწრაფოში ჩავსვათო და სასწრაფომ გადაიყვანა და მოხდა იმის რესპუბლიკის სამამტყობოში რესპუბლიკის სამამტყობოში სადაც შალვა ობგაიძესთან ერთად პალატაში გამოკვლევა ჩაუტარეს ექიმებმა სამჯერ გაუკეთეს ტომოგრამა ვერ იჯერებდნენ როგორ გადაურჩა მისი მკერდი ჩალეწვას და ქირურგმა რომელმაც ოპერაცია გაუკეთა ვერ დაიჯერა და ამბობდა თურმე რომ აფხაზეთში ვიყავი ომის დროსო იმდენი ოპერაცია გავაკეთეო და მსგავსი ბინძური ჭრილობა არ მინახეო და ბედად გადარჩა რა ნუ აი როგორ გადარჩა დღესაც არავინ არ იცის აი ესეთი ადამიანი დამარცხეს და ამ ესე იგი აი ამ მოკლეს სანაცესავო ამდენი დარტყმა მივიღეთ ჩვენ თავზე ფაქტიურად და ამ დროს ერთი 800 მაინც ადამიანი იყო დაჭერილი იმიტომ მეორე დღეს მოინდომეს იმის კოქტეილების ვითომ ამოიღეს ოფისი და კოქტეილი როგორ გამოიყურებოდა ისიც არ ვიცი ეს მოლოტოვის კოქტეილია თუ რა ეწოდება გამიგედა საერთოდ მსგავსი მაგრამ ეს ვერ გაათამაშეს თუ მაგისი აი ერთი ისიც არ ეკნებათ კადრი რამეში თუ რომ ვინმე რამე დააშავა გარდა იმისა რომ ის ადამიანები ვინც იჯდნენ და იმას შვენზე მეტი გადაიტანეს იმიტომ მე რო ვიჯექი და ვწვერბოდი კადრებს ვატრიალებდი და რო უყურებდი როგორ ცემდნენ ამ ფეხები და ხელი ყველაფერი გადაц ანდა ასავალ-დასავალი ჟურნალისტი 40 წვია მიჯნით 40 წვია ესწოლის ახლა მეტი რა უნდა არ ვიცი ახლა ყველა მიწყება ალბათ თავის-თავზე მოყვება იმიტომ რომ იქიდან არაფერი არ ჩანდა ერთმანეთსაც კი კარგავდნენ უკვე გორჩი რო იდგნენ გამიგეთ ასე რომ ესეთი ქალბატონო ნონა თუ თანახმა იქნებით კითხვებს დაგისვამთ
კი ბატონო. მე მაქვს ერთი კითხვა, შემდეგ ბატონი ირაკლია რიგში. რამდენად მართალია, რომ ჩიტაძის თუ ჭიჭინაძის რომელიღაც ქუჩაზე, რომელიც პარლამენტის შემოსასვლელისკენ ამოდის, თქვენ აქციის ორგანიზატორებმა მანქანები ჩააყენეთ და ჩახერგეთ, რომ ხელისუფლებას საბაბად არ მოედო, რომ ვიღაცას უნდა პარლამენტში შემოჭრა და ხაზი გაგესვათ ამითი თქვენ მშვიდობიანი ხასიათისთვის იმ აქციის. არ არსებობს არანაირი კადრი ამისი. ჩვენ როდესაც პარლამენტში იყო რამე ძალადობისკენ რაიმე ტიპის. არანაირი გეუნდებით ამას მე მთელი პასუხს გასაგებია. იმიტომ რომ ჩვენ არც ვიხებოდით პარლამენტისკენ. პარლამენტისკენ ზურგით ვიდექით, როცა იქ იყო სცენა გაკეთებული. ცდილობა არ იყო, იმიტომ ჩვენ ამის ინტერესი არ გქონდა. კი ბატონო. ჩვენ უბრალოდ ვაცნობიერებდით, რომ ხმამაღლა ვლაპარაკობდით და ხალხს მოხსნიდით იმას, რაც ხდებოდა. რომ ეს არ დაკარგული იყო და რაღაცა მომხდარიყო. სხვადასხვის ჩემი აზრით საზარელი რაც გააკეთეს ეს სასანკლაო რო გაგვიმართლეს ყველას შეეფერება ეს სახელი. თვითონ დაუბრუნდათ ეს. მე მგონი ეს გამოძახილი იყო 1 ოქტომბერი მერე რო შეიცვალა ეს ხელისუფლება. თუ ესეთი რაღაცები მაინც არ იკარგება, იცით? და ამაში ვარ ძალიან დარწმუნებული. მადლობა. ბატონი ირაკლი. მოგესალმებით, ხალბატონო ნონა. მართლაც კი დასტურებთ ყველა თქვენს მიმართ დიდ პატივისცემას იმ გზის გამო, რაც თქვენ გაიარეთ თქვენი მოღვაწეობით. აქ რამოდენიმეჯერ იქნა აღნიშნული, კითხვაც არის და თან შეფასებითი ნაწილიც არის. ერთი არის საინტერესო, რომ რაც დღესაც ჩვენ ამას უყურებთ, მათგან განსხვავებული აზრი თუ გაქვს, არგუმენტირებულ კრიტიკაში რო არ გადმოვიდნენ, უნდა მაშინვე მოგაწვევენ იარლიყი, რომ ხარ რუსული და დამთავრდა. ამის, ასე თქვათ, ამ იარლიყით უნდა გამართლდეს აი სასაკლაო, რაც ეხლა ჩვენ ეკრანზე უყურებთ. და მეორე საკითხი თქვენს აღნიშნეთ, რომ აი 9 აპრილიც კი მოიყვანეთ მაგალითად, როდესაც მართლაც სულ სხვა ვითარება იყოს, ამ შემთხვევაში საოკუპაციო ჯარი არბევდა მომიტინგეებს, მაგრამ იქაც კი დატოვებული იყო ყველა მხრივ გასაქცევი ადგილი, დიახ, იყო ქვემოთაც ჩასასვლელი ადგილები და მე უშუალოდ მომსწრევარი ყველაფრის და მონაწილე და რა თქმა უნდა ივერიისკენ დღევანდელი რედისონისკენ გასასვლელი მთავარი გზა. ანუ ამ აქციის მესმის რომ ხდება ხოლმე რაღაც გარკვეულ დროში, როდესაც აქციის დაშლა მოისურვებს სახელმწიფო. ეს არის ესეთი ლეგიტიმური უფლება სახელმწიფოს ხელში. მაგრამ აქციის დაშლას აქვს თავის გარკვეული წესები. და ის აქციის მონაწილეები ვიღაცა შეიძლება დაასაპატიმრებელია, დააპატიმროთ, მაგრამ მასას ყოველთვის ეძლევა გასვლის საშუალება აქციის ტერიტორიიდან. აქ როგორც თქვენც აღნიშნეთ, იყო ყველაფერი ისე გადაკეტილი, რომ აქციის მონაწილეები უნდა აი ამ ყულფში მოქცეულიყვნენ და ამ ყულფში მათზე მიზანმიმართული სასტიკი ანგარიშწორება მოხდარიყო, რომელსაც ჰქონდა არა მარტო ამ აქციის მონაწილეებზე პერსონალური დაშინების და პერსონალური დაზიანების ასე თქვათ მიზანი, არამედ საზოგადოებისთვის დაენახებინათ, რომ ნებისმიერი პროტესტი ეს იქნებოდა მათი ფიზიკური განადგურების ტოლფასი ლამის. აი ეს თუ გააგრჩათ, აი ამის შემდეგ ეს განცდა და ეს ხედვა აი ამ აქციის დარბევასთან დაკავშირებით. ზითა, მე ვიმეორებ, რომ სხვა სიტყვა ვერ მომიფიქრებია, ეს იყო სპეციალურად ჩატარებული სისხლიანი სპეცოპერაცია, რომელიც აი მე როგორც თქვი, ესე იგი ყველაზე დიდი ფრაზები რაც შეიძლება მოიძებნოს უნდა, იმიტომ რომ იქ ადამიანები იდგნენ წყნარად, სანთლები გვეჭირა ხელში და მე დამავიწყდა, მე თქვა, მე კადრი ვნახე, უცნობი, რომელიც მოსული იყო კონცერტის შესატარებლად, დასისხლიანებული როგორ გამოდის შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ბეძი გადარჯენილი. ამიტომ იქ მე აბსოლუტურ პასუხისმგებლობას ვაცხადე, ერთხელაც არ მიგვიცია საბაბი, რამე
რომ დაშლის მოტივი ქონოდათ. იმიტომ დემოკრატია გაძლევს უფლებას, შენ თუ წყნარად ლაპარაკობდა, ეხლა ისეთ რაღაცებს ლაპარაკობენ, საერთოდ მოწოდებებიც არის ეს ამ ძალადობისკენ ყველაფერი. ზოგიერთ ქვეყანაში ეს ისჯება, ხო მართალია. მაგრამ ჩვენ ამას პატიობდნენ. ჩვენ მსგავსი რაღაცაც არ გაგვიკეთებია. ჩვენ უბრალოდ ვაცნობიერებდით იმას, რომ არის საშინელი სიტუაცია და ამას უნდა რაღაცით ეშველოს, მაგრამ ამის შველებას სჭირდებოდა ახალი ადამიანების გამოჩენა, რაღაც უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ მშვიდობიანად უნდა მომხდარიყო. და ამიტომ ეს რო არ ჩამხდარიყო, ჩვენ უბრალოდ ყვებოდით იმას, რაც ხდებოდა, რა უბედურებებით, იმიტომ რომ რამდენი მარტო ახალგაზრდები ავიღოთ, რამდენი ჩაწყილი სასამართლოს გარეშე. ხო, ფაქტია ესა. რამდენი როგორ ართმევდნენ ამ ბიზნეს, ერთი იგივე ნოტარიუსი ღამის საათებში თუ არა და ოჯახებით ემუქრემ, მთელი უბედურება თუ შეიძლება ყველაფერი ხდებოდა, ხო მართალია. მაგრამ ჩვენი პრინციპი იყო ასეთი. ჩვენ არაფერი არ გვეჭირა ხელში, მივდიოდით სულთან იქიდან მოვდიოდი და ამ დროს ასეულობით ადამიანს სხვადასხვა დროით აპატიმრებდნენ, მაინც ხვდებოდნენ ქუჩაში, ჩასვამდნენ მანქანაში, გააქანებდნენ და ვის როგორ უშვებდნენ, ერთი დღე იყო, ორი დღე იყო, სამი დღე იყო ეს იმის რომ შიში არ გამქრალიყო ადამიანებში. ჩემი პასუხი არის ეს. კი ბატონო, ბატონი სოზარი. ქალბატონო, ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ. რა ვიცი, მინდა მაინც ახალგაზრდებისთვის გავმარტო, იმიტომ რომ თქვენი სახელი კი ყველა მიცის, მაგრამ ჩვენი თაობისთვის მაინც სხვა ლეგენდა ხართ და სხვა გრძნობა გვაქვს თქვენს მიმართ. საქართველოს კი არა და ქართული სპორტის კი არა, მსოფლიო სპორტის ისტორიაში არ არის უფრო დიდი სახელი, ვიდრე არის ნონა გაფრინდაშვილი და საქართველოს ისტორიაშიც ძნელად მოიძებნება უფრო დიდი სახელი, ნამდვილად ლეგენდა ხართ ჩვენი და მისაბაძი არა მხოლოდ თქვენი სპორტული მიღწევებით, არამედ იმ მოქალაქეობრივი პოზიციით, რომელიც მუდამ გქონდათ და გაქვთ დღესაც და დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის. უბრალოდ მე გავიხსენებ ერთ რამეს, სანამ კითხვაზე გადავალ. ხშირად ჩვენს ამ კომისიაზეც ძალიან ხშირად არის ლაპარაკი, ბევრი ჩვენი თანმოსული ადამიანი ამბობს, რომ სააკაშვილის მიზანი იყო და ნაციონალური მოძრაობის გამოეყვანათ ახალი ქართველი. ჩვენი გადასახედიდან ახალი ქართველი კი არა, ანტიქართველი, გადაჯიშებული ქართველი და რაღაცნაირად ისეთი შეგრძნება იყო თითქოს იმ 9 წლის განმავლობაში ბოლოსკენ მაინც, რომ თითქოს აი ეს მიზანი იქნა რაღაც დონეზე მიღწეული და უცებ როცა გავიმარჯვეთ 2012 წელს იყო თქვენი პირველი გამარჯვების 50 წლის თავი 1962 წელს როცა თქვენ გახდით პირველად სოფლიო ჩემპიონი იმისი 62 წლის თავი და თქვენი ყავით ბუნებრივია წამ და არ იყო ძალიან დიდი საზოგადოება ბატონი ბიძინა ესწრებოდა უბრალოდ ისეთი თბილი საღამო იყო ისეთი ქართული აი მაშინ მივხვდი რომ ნებისმიერი მსგავსი მცდელობა ჩვენი გადაგვარების არის წარუმატებელი, იმიტომ რომ ასე ადვილად ვერ მოხდება ჩვენი ერის დამარცხება და ჩვენი ის რაც მართლა ამდენი 1000 წლეულია რაც არის ქართულობა, იმის ესე შეცვლა ასე მარტივად ვერ მოხდება და აი დავინახე სწორედ თქვენს იუბილეზე. უბრალოდ მინდოდა მეკითხა, რომ თქვენთან ერთად იყო იმ დღეს თქვენი შვილი, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად არის და რამდენადაც ვიცი, იყო ისიც ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იქნება ან თქვენმა შვილმა ამის შესახებ რამდენიმე სიტყვა. მე მგონია რომ ჯობია, იმიტომ რომ მის შუაში იქ იყო და მშვენივრად ხედავდა რაც ხდებოდა და მე რაც ხდებოდა იქ თვითონ გადაყვანის შემდეგ და ამიტომ მე ახლა რაც მოვყევი გადავაზუსტე ამ ჩემს ცოცხალნათესავებშიც და გვარები გავიხსენე და უბრალოდ იმიტომ მქონდათ ორი დანარჩენი ლაპარაკობისი, იმიტომ რომ ამის დავიწყება არის შეუძლებელი რა. მე მიმაჩნია რომ ისტორიაში ეს ერთ-ერთი შავი ფურცელია ისტორიაში 26 მაისი. ამას ვერაფერი ვერ გამართლებს საერთოდ არ არსებობს არანაირი ხელშასაკიდი ამბავი რომ ეს აქცია ეს ასეთი დარბევა გამართლდეს. ბატონო დავით, თქვენ თუ გაქვთ გაფრთხილების ფურცელი, იქნებ მოაწევოზოთ ხელი. მოვაწერე ხელი, მოგესალმებით. გისმენთ. მე სამწუხაროდ დეტალებში მახსოვს ეს ღამე,
იქიდან გამომდინარე, რომ მეც და ჩემ ოჯახსაც დიდი უბედურება, ტკივილი და მთელ საქართველოს მოგვიტანა იმ ღამემ. მახსოვს, როცა 26 მაისის სასამართლოზე გახდით დაზარალებული სტატუსით. ერთ-ერთი ბრალდებული წამოხდა ფეხზე. გეგონება არაფერი დაუშავებიათ ისე და ესეთი რაღაც უთხრა მოსამართლეს. ესე დეტალებში როგორ ახსოვსო? ესო დადგმულიაო. და მე ვთხარი, მეც მივიღე მე სამწუხაროდ შენიშნა მოსამართლე ჯერ დაჯექი შენ ადგილას. რა გაძლევს იმის უფლებას, რომ ესეთი რაღაცა თქვა, დილით რო დგები, ამდენი წელი გავიდა. ყოველ დილით გაპარსვისას პირველი ჩემ ნაიარებს უყურებ, რომელიც მაშინ დამიტოვეს. მე გახდით აი აქ პარლამენტის წინ ტროტუარზე. ანუ ისე მოხდა, რომ თემურლოგოა ჩემი ცოლის ძმა შუაში იდგა, ეს იყო დედა ჩემის სურვილიც და ჩვენი სურვილიც, ოჯახის წევრების, რომ ხალხში ყოფილიყავით. არა სადღაც სცენაზე, არამედ ხალხში, იმიტომ რომ თუ მოხდებოდა უბედურება, რომ პირველი დარტყმა ჩვენც მიგვეღო ხალხთან ერთად. და რო წამოვიდა ეს ტყვიების წვიმა და ისეთი რაოდენობის გაზი იყო, რომ უკვე ცუდად ხედავდით, ცუდად სუნთქავდით. ტყვიები და ამ დროს მოხვდა მახსოვს კონდახი. პირველი როცა ქალბატონი მირბოდა ჩემცი და რაღაცა ეს ხელი გადაფარება მომიდო, მე იქ ყველაფერი ინტუიტიურად ხდებოდა რა იმ მომენტში. წამების ამბავია. მოხვდა კონდახი დამაგდეს. მე ამას მოყვა რამდენიმე დარტყმა კიდევ და ხელბორკილები რო დამადეს იმის მერე სანამ უნივერმაღამდე, მაშინდენ უნივერმაღამდე მიმათრევდნენ, 6 ჯერ დამაწვინეს გზაში და 6 ჯერ გამლახეს. ანუ მარტო მე არა, იქ ყველა დაყრილები კადრებზედაც ჩანს, აი ესე ჯგუფურად ვეყარეთ მიწაზე და აი ესეთ ანალოგს მოვიყვან რა, მე მინდა რომ ახალგაზრდა თაობა მოусმინოს, ამას კარგად. მათ ცეკვა და ბატლები ძალიან გათავისებული აქვთ. და შტაბ-ეშტილება რჩებოდა, რომ 1-2 სპეცნაზელი შემოირბენდა ამ დაყრილ ადამიანების ჯგუფში, ან კონდახით, ან ეს იმით, რა ქვია, დუბინკა, ხო, ხელკეტით. რამდენიმეს დაარტყავდა თავში და სახის არეში, რო ყურადღება მიექცია თავიანთი ხელმძღვანელობის. ანუ ისეთი შტაბ-ეშტილება რჩებოდა, რომ უნდა თავი მოეწონებინა, რომ კარგი პრემია მიიღო. ეს მე მივხვდით მაგას. იმიტომ რომ საკვირველი იყო, რამდენიმე შემოირბენდა, დაულიდა ვისაც გადაწვდებოდა ან კონდახით, ან ხელკეტით. და მე 1-2 წუთი გაჩერდებოდნენ, მოვარდებოდა მეორე ნაწილი, წაგვათრევდნენ 1-20 მეტრით იქით, დაყრიდნენ ისევ, მეორე შემადგენლობა შემოირბედა, ანუ ჩაგვარტყავდნენ კონდახებს, ამ ხელკეტებს და ესე დაახლოებით 6 ჯერ იმ სიტყვებს და იმ მუქარებს აღარ ვიტყვი ხა აქ კომისიაზე რა მუქარებითაც ვიდიოდა, რა თქმა უნდა, რუსის მონებოდა თქვენ ესე და თქვენ ისე. და გადაგვიყვანდნენ და სადღაც აი უკვე უნივერმაღის წინ მე მაშინ ვერ მივხვდი და მე კადრებში გავიგე, იმიტომ რომ იმდენი სახის სხვადასხვა ფორმიანი სპეცრაზმი ირეოდა, რომ წარმოდგენა არ მქონდა იმ მომენტში რომელი გვცემდა, ხო? ეხლა იმ წამებში და თან თლიანად დაბეჟილები ვიყავით, სისხლიანები, აქეთ წვიმა და იქით ეს იმხელა გაზი, რომ თვალებში ძლივს ვიყურებოდით. და მომხვდა რაღაც აი კაუჭი რო ჩაგარჭონ სახეში. აღმოჩნდა მე რომ მე როგორც კადრებში ვნახე, ეს იყო დათაახალაია სპეცრაზმი, სპეციალური შიპებიანი ხელთათმანები ეცვადათ. მე სახე გაგლეჯილი მქონდა. ცხოვრებულმა ტრისტან ფერაძემ ქირურგი იყო ეგეთი ძალიან ცნობილი ქირურგიის ინსტიტუტში, ვინც ოპერაცია გამიკეთა. მან თქვა რომ ეს არის გახვრეტილიო, ტუჩი. ეს არ არის, ეს იყო გახვრეტილი. ანუ ისეთი დარტყმა პროფესიონალური დარტყმა იყო. ანუ რაღაც გვერდული კი არა, მიზან მიმართული პროფესიონალი, რომელმაც გახრიდა. ტუჩი და ამან თან ესე იგი მთლიანად სისხლში ვიყავე, მაგრამ მიმანებეს თავი, იმდენად დასისხლიანებული. თქვენ ამ დროს ხელები გაქვთ შეკრული. კი, რა თქმა უნდა, ეს ყველას ძირს და ავარდნილს გაგიხრიტეს. კი, და თან გვიძახიან ყოველ წუთას ეთყობა რაღაცა ხელმძღვანელობა მოვიდა და ახედვა მოვახერხე. წესიერად ვერ ხედავდი მართალი რო გითხრათ, მაგრამ ეს არის ქვეცნობიერი რა, ვინ გცემს ან ვინ გადგას თავზე და ამაზე მომხვდა ერთხელ ხელკეტი და მივანებე რა თავი მართალი რო გითხრათ, რას ქვია თვალებში ეს მათი ცნობილი ფრაზა თვალებში გიყურა. ამ დროს ჩაყყარეს ავტობუსში
და ავტობუსი წაგვიყვანეს რიგები იდგა ავტობუსების პოლიციის სამმართველოსთან და ესეთი დასისხლიანებული ნაცემი ხალხი, ანუ ვერაფერს ვერ გგზნობდი მართალი რო გითხრათ, ვერც ხელს, ვერც ფეხს, სახე მთლიანად სისხლიანი ჩალურჯებული და გადმოვედით და აი სიმწრით რომ მიხვდები, რომ კიდე კორიდორი უნდა გაგატარო, რა ეგეთ ნაცემს. და ერთი 20-ით 25 დარტყმა ხელკეტით ყველა მხარეს კეფაში, თავში, სახეში, მხრებში კიდე მივიღე უკვე პოლიციის სამმართველოსთან და რო შევედით. ეს იქ ბენდენა მეკეთა, მაშინ სამწუხაროდ ეს გავრცელებული არ იყო, ეს კოვიდმა მოიტანა ეხა ხუმრობანარევი სიმწარეს ვიძახი, ეს პირბადეები და ის და ბენდენა მეკეთა გაზისგან თავის დასაცავად. და რო დაინახეს იმის მაგივრად სასწრაფოს დახმარება აღმოეჩინა. აი ესე მომასხეს რაღაცისა იოდი და ამ ბენდენით ვახრჩობდნენ რეალურად. და მე აღმოჩნდი მერვე სართულზე პირველი რაც დავინახე რომ შევყავდით ერთი პატარა ოთახი იყო, რა ვიცი, აი აგერ ეს რო გადატიხრო და ამ ხელა ოთახში ერთი 60 კაცი ვიყავით შეყრილები და პირველი რაც დავინახე დერეფანში საშინელ დღეში დაცემი ლუკა კურტანიძე. და დავინახე მეორე კოტე გოჩიაშვილი, რომელიც მერე გავიგე რომ ჩვენი ოჯახის ხსნელი იყო რა. ის რეალურად პირველი რო დამინახა მომაძახა რომ არენერვიულო ნონაო გამოყვანელი მყავსო რა. ანუ მივხვდი რომ დედა ჩემი გადარჩა, იმიტომ რომ ჩემი ცოლის ძმა, რომელსაც საოცარი ისტორია გადახდა, ესე იგი მის სკალპახტილ თავზე ანუ იხტუნავა რამდენიმე სპეცნაზელმა, რომ თავი მოეწონებინათ, ესე იგი, დღესაც ყურის ხტილი აკლია და პირდაპირ გეტყვით, ესე იგი, მე სადღაც დილისკენ, ბიჭები, ეხა მე ყველა მიცნობდა, ჩვენი მხარდამჭერი და სახალხოების წევრი, იმიტომ რომ იქ ვიყავი და 1-2 რო შემომხედე, მე ეხა საკუთარ თავს ვერ ვხედავდი. რამეო ანიხმაურე ან რამე მოითხოვეო, რომ რეალურად ან ოპერაცია გაიკეთონ, ან ისე დღეში მქონდა სახე. და მოვითხოვე ყველაზე ისეთი პრაქტიკული რაც ვიფიქრე, მე ვთხარი სასამართლოზე არ გადაგყევართ მეთქი, ანუ სასამართლო ავტომატურად შეიძლება მათთვის არა, მაგრამ ნუ ნორმალური ადამიანისთვის აპრიორი ნიშნავს, რომ არ უნდა მოგაწესრიგონ, არ უნდა ოპერაცია გაიკეთონ, ისე სასამართლოზე ხო არ წარსდგები. და ეს ახეო რა დღეშია კიდე რაღაცებს და დაიწყე ჩემი პიროვნების გამოკვლევა რა. და ამ მომენტში უკვე გაიგეს, ვინც ვიყავი, მანამდე წარმოდგე არ ქონდათ, ითათ პირეს და ჩამიყვანეს ქვემოთ სარდაფში. და ნუ მე ვიფიქრე კიდე საწამებლად ვამზადებენ. სარდაფები გამომიყვანეს, იმიტომ რომ არ აწყობდათ სასამართლოზე ამ ეს მათ ხო ყველაფერი პიარს ქონდათ დაქვემდებარებული იმ დროს, არ აწყობდათ ჩემი ესეთი სახით გამოჩენა, იმიტომ რომ მათ სხვანაირად გადანონა შვილი იმ მომენტში ესეთი თავგაწირული რა და ჩვენგან დაჟილი და ნაწამები და დამაგდეს დიღომში. და მეც დედაჩემის არ იყოს, მაშინ მივხვდი რომ საქართველოს გადარჩენა ეწერა, როცა ხანშესულმა ადამიანმა ტაქსი გამიჩერა, მთლიანად დასისხლიანებულს, ანუ საშინელი სანახავით ყველაფერი შემოხეული ტაზე, შვილო დაზარალებული ხარო იმიდან რა ქვია, დარბევიდანო, კი მეთქი, ჩამსვა მანქანაში რა არ ვეხვეწე, სახშიც არ მომყვა, არც რო ფული ეტანა ვინმეს. და დილით გამიკეთეს ოპერაცია, ამ დროს გავიგე რომ თემოლოგია ჩემი ცოლის ძმა მეორე ოპერაციას უკეთებდნენ იმას ყურზე, სამწუხაროდ ჩვენი სიძე თემურ კაბანაძე იმას გულმა ვერ გავუძა რამდენიმე დღეში გარდაიცვალა გულის შეტევით, ნუ გაზი ისეთი რაოდენობა იყო და კიდე ერთი ფაქტი მინდა თქვა იმ დროს რა დონის დაშინებას და ტერორს ჰქონდა ადგილი. დიდი ნათესაობა გვაქვს, ძალიან დიდი, განსაკუთრებით გაფრინდაშვილების მხრიდან და ასე შემდეგ და ამის მხრიდან სამეგობრო და ასე როგორც ყველა ქართველს და ყველა ქართულ ოჯახს და სანათესავს. რამდენიმე მგაბედა ორნი ერთად ვიწექით ჩვენთან სახში ოპერაციებით თემო საავადმყოფოდან კიდე სადმე არ წაიყვანა და მართალი რო გითხრათ გამოვაპარეთ. ბატონი შალვა მომსწრე უგაიძე, იმიტომ რომ ერთად იყვნენ პალატაში რა დღეში იყო ის და მე და თემო სახში ვიწექით და რამდენიმე ნათესავმა გაბედა სანახავად მოსვლა. მე მინდა აი ახალგაზრდების გასაგონად თქვა. დღეს ყველას ვისაც ერჩის ან არ ერჩის გული ძალიან მაგარია რაღაცების კრიტიკაში და მაშინ სანახავად ვერ მოდიოდნენ. ეს ხალხზე მაქვს ლაპარაკი, რომელიც ძალიან ახლობელია, ძალიან შინაურია, ძალიან ბევრი ამაგი გვაქვს ერთი ჩვენს და იმათაც ჩვენზე
და არც ვადანაშაულებდით. ერთი საყვედრებელი სიტყვა არც დედაჩემისგან და არც ჩემი ოჯახისგან, არც ჩემგან არ მიუღი არავის. რომ შენ რატო არა, რატო ჩვენთან არ იდექი, რატო შენც არ მოგხვდა, ან რატო არ მინახულე, იმიტომ რომ გვესმოდა რა ტერორში იყო ეს ხალხი და სხვას ძალათი ჩვენ ამ უბედურებაში ვერ გავხედით. ყველას თავის არჩევანი აქვს, ეს არის თავისუფლება, აი რაზეც ძალიან ხშირად მინდის აპელირება. თავისუფლება არის რომ საკუთარი თავის და საკუთარი მე გადაწყვეტილება ადამიანმა მიიღოს თვითონ. რამდენიმე მოვიდა და მანქანების სხვა ქუჩებზე გავაჩერეთო. რატომ მეთქი? ნუ ეხა ჩვენ ძლივს საუბრობდით რა მეზდათე მე სახენა ოპერაციები იმას ცალი მხარე მთლიანად. თქვენთან რომ მანქანები მორიგეობსო. კუდი, სოდი, ეზოსთან ორივე შესასვლელთანო და რო არ დაეფიქსირებინათო და ფეხით რა ესე და უკანა იმიდან ეზოებიდან იმიდან მოვიდნენ რომ ვენახულ ხო შემოვლითი გზებით მოვიდნენ რომ ვენახეთ რა და დიდი მადლობა თითოეულ მათგანს მაგისთვის. სხვებსაც დიდი მადლობა მე გავდე რა თქმა უნდა ჩვენ გვერდზე იდგნენ მაგრამ აი კიდევ ერთხელ ვიძახით. მე ანალოგია ყველაფერი დღევანდელობა მაშინდელობა ანალოგია დღეს მოდაში შემოვიდა ადამიანს ზრიაკ რომ დააბულინგონ და უთხრან რომ რატო აქ არ დგეხარ რატო ჩემს გვერდზეა და რატო ხარ ჩუმად იმ უბედურ დროს ერთი სიტყვა აი ესეთი შენიშვნა ჩვენგან ან დააყვედრება არ გაუგი არავის ჩვენი ოჯახიდან რამდენი გადავიტანეთ ხო იმიტომ რომ გვესმოდა რომ ადამიანები არიან ტერორში ადამიანები და აქედან გამომდინარე ჩვენი მაგალითით, იმიტომ რომ ჩვენ თვლიდით, რომ უნდა გვებრძოლა ღირსებისთვის და რეჟიმის წინააღმდეგ და ჩვენი მაგალითით ჩვენ თავზე გადავიტანეთ და ჩვენ თავზე მივიღეთ პირველი დარტყმა. ამას იმისთვის არ ვლაპარაკობ. ესე მოხდა და ჩვენთვის ეს იყო ჩვეულებრივი ამბავი. და სხვათა შორის თემურ ლოგოას რომელსაც ფაქტიურად კლავდნენ და სასწრაფო დახმარების მანქანას თხოვა რომ დედაჩემსო იქნება ზარი გამაშვებინა თქვენ თვალწინო ვეტყვიო რომ ცოცხალი ვარო რა. იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცა დამინახაო რა დღეში, იმიტომ რომ თლიანად იყო აი ესე იგი მისი შეუძლებელი ვერ ვიპოვე სამწუხარო სურათის ამოღება მინდოდა თქვენთვის ესე იგი თლიანად რო ის არის რა. ინდიელებზე ფილმები რო გვაქვს ნანახის კალფს რო ხდიან აი ეგეთი რაღაც იყო ცალი ყურიან იმიანად ეს ახტილი ქონდა რა და დღესაც ხტილი არა აქვს და იმაზე ცეკვავდნენ ზემოდან აბიჯებდნენ რამდენიმე კაცი ერთმანეთს ეჯბირებოდა შეერუსო და რუსის მონა 2008 წლის ომის დროს მამა ომში ყავს დაღუპული აფხაზეთიდან არის და მივიდა და მერვე თუ მე-9 ნომრად ჩაეწერა თავდაცვის სამინისტროს მოხალისეებში გადაამოწმეს და შენ არასანდო ხარო იმიტომ რომ ჩვენი ოჯახის წევრი იყო კაც ომში უნდა და წასვლა ამაზეა ლაპარაკი და რუსის მონას მაგას ეძახდნენ და თვითონ დააქციეს ქვეყანა ბატონო დავით თქვენი აზრით რისთვის სჭირდებოდათ ამის დარბევა ქალბატონმა ნონამ ბრძანა და ეს ჩვენც ვიცით რომ ეს იყო მშვიდობიანი აქცია ამ საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენებიც არის დამდგარი და დადასტურებულია მოსამართლეების მიერ მათზე უფრო მაღალი ინსტანცია ჩვენ არ ვართ რომ ეს იყო მშვიდობიანი აქცია რომ გასაქცევი არ მისცეს მოქალაქეებს ვინც პოლიცია და საპოლიციო ძალები თუ სპეცრაზმი რომ დაინახა ზოგმა მიიღო შეიძლება გადაწყვეტილება რომ გასცლოდა იქაურობას ასეთ ადამიანს უნდა მისცე წასვლის საშუალება ამის საშუალება არ მისცეს უფრო მეტიც ხელბორკილის მაგივრად იყენებდნენ პლასმასის ნაკეთობებს და ეს თავისთავად იყო უკვე სხეულისთვის მიყენებული ზიანი როგორც ფოტოებზე ჩანს ქალბატონი ნონას უკან ეკრანზე ძირს ყრიდნენ და უკვე გაუვნებელ ყოფილ ადამიანებს რომლისგანაც ვერანაირი სულ რომ უნდოდეს ვერანაირი ძალადობა ვერ წამოვა მათ ცემდნენ ეს თქვენს თავს გადაგხდათ და ასახიჭრებდნენ და თითქოს და ამ ფოტოების ავტორები შემდეგ როგორც თუ გაბედე ამ ფოტოების გამოქვეყნებაო ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლეს ქალიან კაციანად თქვენ რას ფიქრობთ სად ეჩქარებოდათ რატომ არ დაგაცალეს კონცერტის ჩატარება რომ ჩვენ ვიცით მე მეორე დილით რაც უნდა მომხდარიყო და თქვენ რა იცოდით რატო ჩქარობდნენ ერთი პირველი იმას მოგახსენებთ რომ ფაქტია რომ ჩვენი სისხლით მორწყულ რუსთავაზე აცეკვეს და ამღერეს ხალხი
მეორე დღეს სრული მაქსიტყვის მნიშვნელობით ლაპარაკობ, ცოტა სევდანარევი. ვით, ეხა ჩემ მე ვერ მოვთხოვი მათ პასუხს, ვინც იცეკოდა, მაგრამ ფაქტია, რომ აცეკვეს და ამღერეს ხალხი. ეს არ იყო მარტო აღლუმის სისხლით ჩვენი სისხლით მორწყული. ეს იყო სადამსჯელო სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა მხოლოდ ერთ რამეს. მთელი საქართველოსთვის იმის ჩვენება რა დაგემართებათ თუ ჩვენ წინააღმდეგ ხმას ამოიღებთ. მოდით ესე თქვა პირდაპირ. ყველა ვიცით რა ხდებოდა ბიზნესის რეკეტის კუთხით და ღამის ნოტარიუსების თემე და ასე შემდეგ. მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის იმ მომენტში, როცა იყო ძალიან დიდი სიმცირე თავისუფალი აზრის ტელევიზიით თუნდაც გამოხატული. არ იყო სოციალური ქსელები, ეხლა წამებში ვრცელდება ინფორმაცია. ის ფართო საზოგადოებისთვის ის ფაქტები არ იყო ესე მრავლად ცნობილი. და ამ ოპერაციით, ამ სასაკლაოთი მთელ საქართველოს დაანახვეს, რომ უნდა გაჩუმდნენ. მე მახსოვს, რომ რაღაცა პატარა ჯგუფი სხვადასხვა ოპოზიციურად განწყობილი პარტიების მეორე დღეს რუსთაველზე, როგორც მახსოვს ეს იყო რუსთაველის მეტროს თავზე შეიკრიბენ. და ჩვენ ორი დაჭრილი ოპერაციები კაცი გამოვედით მაინც. და მივედით ერთი 10 წუთით, იმიტომ რომ ძლივს ვიდექით რა ფეხზე, იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი უბედურებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ტვინის შერყევა ორივეს ჰქონდა რა. წამოყვა ორი ახლობელი და მიგვიყვანეს, რომ და ეს იყო რა, იცით, იმ მომენტისთვის. რაღაცა ის გაბრძოლების იმდენად იყო ხალხი დაშინებული, ყველამ გაიგო ყველაფერი, ჯერ კადრები წესიერად ნანახი არ ქონდათ, მაგრამ ხალხი ჩურჩულით უყვებოდა ერთმანეთს, თუ რა სასაკლაო და რა უბედურება მოხდა. ყველა ნებსით უნებლიეთ თავისთვის ფიქრობდა ისეთი სისხლიანი შოუ მოაწყვეს, რომ მეც შემეხება, ჩემ ოჯახსაც შეეხება, ნათესავსაც შეეხება. დაშინება ძალიან მარტივად თქვენ კითხვაზე რომ უპასუხო, ეს იყო მიზანი იყო კიდევ უფრო დაშინება საზოგადოების. ფაქტია. მაგრამ მოიმკეს ჩემი ღმერთწმენით, ის რაც მოიმკეს ზუსტად ერთ წელიწადში, წელიწადი და 5 თვე ავიღოთ, 1 ოქტომბერს მიიღეს ძალიან ვაშკაცური, გემრიელი და ძალიან სწორი პასუხი რა, სამართლიანი პასუხი ქართული საზოგადოებისგან. ფაქტი ეგ არის. მიზეს შედეგობრივ კავშირს რო ვიძახით, ეს არის ზუსტად. მიიღეს ის რაც დათესეს. კითხვები თუ არის? ბატონი ილია. ითქვა რა უბრალოდ მინდა შევერთე ბატონი ირაკლი ქადაგიშვილს როგორც აღნიშნა და მადლობა მინდა გადაგიხადოთ ბატონო თქვენი ამ ბრძოლისთვის და იმ დიდი მაგალითისთვის და ჩვენ ქვეყანას ძალიან გაუმართლა განსაკუთრებით ჩვენ სამეგრელოს რომ ესეთი შვილი და ესეთი დიდი მაგალითის მომცემი ადამიანი ბრძანდებით და მადლობას გიხდით ამ ყველაფრისთვის. და მინდა უთხრა ახალგაზრდებს მე მქონია შემთხვევა საზღვარგარეთ მაშინ სხვა ასაკში ვიყავი და ახლობით 20 წლის ჩემი თანატოლი შემხვდა და რო არ ველოდებოდი ისე მომიყვა თქვენზე იმდენი რაღაცა იმდენი და ისე ამაყობდა ეს ადამიანი უცხოელი იმ ქვეყნის მოქალაქე და ჩემთვის ეს იყო უდიდესი სიამოვნება და სიამაყის გრძნობა და დიდი მადლობა თქვენ ასეთი შანსისთვის რომ მე ეს მაგრძნობინეთ მადლობთ დიდი მადლობა ბატონო დავით თქვენ ხო არ გსურთ რაიმე დაამატოთ კითხვას დაგისვამთ მე მხოლოდ ერთს ვიტყოდი რომ ისტორია ყოველთვის თავისას ამბობს მაგრამ სამწუხაროდ აი წლები მიილია და ახალ თაობებს დღეს ძალიან ბევრს ახალგაზრდას წარმოდგენაც არა აქვს რა ხდებოდა მაშინ და მაშინ ხმის ამოღებას რა შეიძლება მოყოლოდა სრულიად ოჯახების განადგურება სრულიად მთელი სანათესაოს დამცირება დაპატიმრება განადგურება ანუ
ნამუსის ახდაზე იყო ლაპარაკი. მარტო აქ არ არის ლაპარაკი მარტო ქონებაზე და სიცოცხლეზე. შეიძლება ადამიანი მოკლა, მაგრამ ადამიანურად. აქ იყო დამცირებაზე, წამებაზე და ნამუსის ახდაზე ლაპარაკი. და მე მინდა რომ დღევანდელმა თაობამ კარგად გაიგოს და თუ არა აქვთ ნანახი, მე არ ვეუბნები რომ ვინმეს აზრზე იყვნენ, ან აქეთ გადმოვიდნენ, ან არა. ნახონ, გაიაზრონ და გაანალიზონ თვითონ რა ხდებოდა მაშინ. კი ბატონო, ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ შევეგუებით იმას, რომ ის ხალხი, ვინც ეს ჩაიდინა, ვინც ეს თქვენ დაგმართათ, ვინც შეურაცხყო ქალბატონი ნონა და მისი ბრძოლა და საზოგადოება ჩაგდო იმ დღეში, რა დღეშიც იყო, რომ ამის ავტორები უკან დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ჩვენ გზა უნდა დაუთმოთ ჩვენს მერე, ჩვენზე ახალგაზრდებს, ჩვენზე უკეთესებს და ქვეყანა უნდა განვითარდეს. სწორედ ამ მიზნით მუშაობს ეს კომისია, რომლისთვისაც თქვენ ქალბატონო ნონა, თქვენმა ვაჟმა ბატონმა დავითმა დღევანდელ ხტომაში მონაწილეობით მერწმუნეთ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეთ, იმიტომ რომ თქვენ ხართ უშუალო მონაწილე იმ ბრძოლის, მოწმეები იმ შელახვის, უხეში შელახვის, უფლებების და ადამიანების განადგურების, რომელიც თქვენს თვალწინ მოხდა და მადლობა რომ თქვენ მოწმის როლი გასწიეთ ამ კომისიის წინაშე დღეს. დიდი მადლობა. ჩვენ ბატონი, თქვენი ერთ-ერთი თანამებრძოლი მაშინდელი, ჩვენთვის საყვარელი და სასიქადულო ცნობილი მსახიობი ბატონი გია ბურჯანაძე უნდა ჩავრთოთ თურქეთიდან. ამისათვის გვჭირდება სავარაუდოდ 5-7 წუთი ტექნიკური შესვენება. ქალბატონ ნონას მივცემთ სიტყვას შეაჯამოს დღევანდელი მისი გამოსვლა და შემდეგ დაგემშვიდობებით. მე დავითანხმები ახლა დათომ რას თქვა. კარგია რომ აი ეს პროცესი მიმდინარეობს. მართლაც მთელი უბედურება იმაშია რომ ახალგაზრდებმა მე 100%-იანზე არ ვიძახი, მაგრამ უმრავლესობამ არ იცის სინამდვილეში იმ თაობამ რა გადავიტანეთ. და არც უნდათ. ზოგიერთ საერთოდ არ უნდა ნორმალურ არხებს უყურონ. უყურებენ მხოლოდ ოპოზიციურ არხებს და იქიდან ვერ ამოიღებენ იმას, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, გამიგეთ? თუ რაღაცა პროცენტი მაინც აი თქვენს დამუშევარს ნახავს და გაიგებს, ეს მხოლოდ საქართველოს გამოადგება. ესაა ჩემი ისა და ამიტომ ლაპარაკიც არ არის, რა თქმა უნდა ჩვენ მოვედით, ჩვენი მოვალეობა იყო, იმიტომ ჩვენ მაგას ვერ დავივიწყებთ რაც მოხდა და რაც მეც ხალხს ეცოდინება, რაც მე ახალგაზრდას ეცოდინება, მით უფრო დამშვიდდება სიტუაცია. უღრმესი მადლობა ქალბატონო ნონა, უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა უფალს რომ თქვენ ხართ, რომ ხართ საქართველოს შვილი და არა რომელიმე სხვა ქვეყნის. თქვენ ხართ ჩვენი დიდი სიამაყე და მართლაც თქვენ სახელს უკავშირდება საქართველოს ისტორიის არაერთი საამაყო ფურცელი. მადლობა ამისთვის, მადლობა თქვენ ოჯახს იმ პოლიტიკურ ბრძოლაში თქვენთან ერთად დგომისთვის, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა სააკაშვილის მარცხში. ახლა ჩვენზეა რომ ახალგაზრდა თაობებს არ დაუტოვოთ თუნდაც პატარა რისკი იმისა, რომ სააკაშვილი და მისი ბანდა უკან დაბრუნდეს ხელისუფლებაში.